ეხლა ჩვენს ეთერში სტუმრობის დროა, როგორც ვიცით, გვიახლოვდება 26 მაისი ზუზუ, დამოუკიდებლობის დღე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება ყოველ წელს და არც ეს წელი იქნება გამონაკლისი, რა თქმა უნდა. ამ დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქ გორშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს გამოფენები, სხვადასხვა სახის ინტერაქციული და შემეცნებითი პროგრამები და დღის ბოლოს გრანდიოზული გალა კონცერტი ელოდებათ. ამ თემასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალს გაგვიზიარებს ჩვენი გადაცემის სტუმარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი ბატონი თენგიზ სისაური, რომელიც შეგვიძლია მოვიწვიოთ ჩვენს სტუდიაში. დილამშვიდობისა ბატონ თენგიზ. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. როგორც ვიცით, ქალაქ გორში საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა არის დაგეგმილი. როგორ გაატარებს დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქე გორის ცენტრალურ მოედანზე? მივესალმები ტელემოყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს აღნიშნულ ღონისძიებას ქალაქ გორში. საკმაოდ საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი. მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზებით ღონისძიება დღის 12 საათზე დაიწყება და მოდით მიმოვიხილოთ, რომელი დანაყოფი, რომელი დეპარტამენტი რა აქტივობებს სთავაზობს მოსულ ვიზიტორებს. საპატრულო პოლიცია თავაზობს მოსულ სტუმრებს ჭკვიანი ქალაქის კონცეფციას, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დაცვას და ახალგაზრდებს გამეთანხმებით მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ასაკიდანვე კონდეთ ცოდნა თუ რას ნიშნავს უსაფრთხო ქალაქი, რას ნიშნავს უსაფრთხოების წესების დაცვა, როგორც ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის შემთხვევაში. ასევე 112-ის ჭკვიანი ფორმა იქნება თუ რაღაცა ინტერაქტივი იქნება, ასევე შემეცნებითი და ასევე იქნება სპეციალური გზა, სადაც იქნება სხვადასხვა ნიშნები, საგზაო მოძრაობის წესები და ნიშნები, სადაც უფრო კარგად გაერკვევა მოქალაქე. 112-ის შემთხვევაში იქნება სიცოცხლის ზარის სტენდი, ასე დავარქვათ და აქ იქნება სიცოცხლის ზარი, როგორ გადაარჩინეს ახალგაზრდებმა, ბავშვებმა, სხვისი სიცოცხლე, სუსი ჯანმრთელობა, მათი ზარები, ცოცხალი ზარები იქნება, კონკრეტული ზარები, რომელიც განხორციელდა 112-ში და საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმით 112-ის ოპერატორები უდგებიან თავის საქმიანობას და როგორ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს ბავშვებისგან. ეს რეალური ისტორიებზე დამოწმებული. საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს მოსახლეობის მხრიდან ეს სტენდი. მომსახურების სააგენტო ეს ადგილიც მათი სტენდიც ეს სივრცე ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ბავშვებში. აქ მართვის მოწმობები გაიცემა, ველოსიპედის მართვის მოწმობები და იმიტირებული ის წესებია, რომელიც აბარებს გამოცდას დღესდღეობით მოქალაქეები და ძალიან დიდი მონდომებით მოკლედ ბავშვები აი ამ სივრცეს ითვისებიან ამ აქტივობაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წარმოქმნილი ექნება სპორტული აქტივობა, მცოცავი კედელი, რომელიც იქნება სრულიად უსაფრთხო და ასევე ამ ეს თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ ამ უსაფრთხოებას, საკმაოდ დიდი ინტერესით უსმენენ ჩვენს კოლეგებს. ასევე ეკიპირებით დიახ, სახელმწიფო მანქანები იქნება წარმოდგენილი, ეკიპირება და საკმაოდ საინტერესოა ხო მათი დიალოგი, როცა მოიხსენებათ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბავშვი ოცნებობს პოლიციელობაზე, მეხანძრე მშობლებაზე და საკმაოდ საინტერესო ხო მათი დიალოგი და ჩვენ მაქსიმალური ჩართულობით, დიდი მონდომებით მათ უხსნით, თუ რას ნიშნავს პროფესია პოლიციელი და ძალიან გვიხარია მათთან ურთიერთობა. და რამხელა რისკთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. როგორი ზოგს უთქვამს, რომ მე მინდა გამოვიდე პოლიციელი, მე მინდა გამოვიდე გმირი და ასოცირდება პოლიციელი გმირობასთან, მოიხსენებათ და ბავშვებსაც აი ეს ძალიან კარგად აქვთ გათავისებული. სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი იქნება და სპეციალურად ამ დღისთვის ქალაქ გორში, გორის ცენტრში ერთფრენი დაეშვება. საკმაოდ დიდი ინტერესი იწვევს არა მხოლოდ ბავშვებში. ყველაზე მთავარი ინტერაქცია ალბათ ეს იქნება, ხო? კულმინაცია. შეიძლება ახლოს მისვლა, მისი დათვალიერება, მოსმენა თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ ერთფრენს და უკვე ძალიან მრავალ სამაშველო ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე ამ ისტორიებსაც მოისმენენ ახალგაზრდები, მოსული სტუმრები
კონკრეტული დეპარტამენტის თანამშრომლებისგან. დაცვის პოლიციას წარმოდგენილი აქვს და ესე ვთქვათ, უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო სახლი, რაც ნიშნავს, როგორ უნდა განთავსდეს დაცვის სისტემები და ბავშვებს, მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ამ სპეციფიკასაც გაეცნონ, მოისმინონ, როგორ ხდება, თუნდაც ამ დაცვის სისტემების აღჭურვა და საკმაოდ საინტერესო აქტივობა პოლიციის აკადემიას, სადაც თითოეული პოლიციელი, ყველა მიმართულების თითოეული დანაყოფის წარმომადგენელი იღებს ცოდნას, ამ ცოდნას მე უკვე სხვადასხვა დეპარტამენტში უზიარებს ჩვენი კოლეგები, თანამშრომლები, წარმოდგენილი იქნება საკმაოდ საინტერესო იმიტირებული ტირით, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მოსულ სტუმრებს, ბავშვებს შეეჯიბრონ ერთმანეთს სროლაში და საკმაოდ საინტერესო. ყოველ წელს არის ხოლმე აი ესეთი 26 მაისს, ყოველ წელს ყველა სამინისტრო გადის სხვადასხვა რეგიონში. აი თქვენი დაკვირვებით, რამდენად უფრო დიდი ინტერესია, ბავშვები უფრო ინტერესით მოდიან და უფრო მეტნი არიან აი ესეთ ღონისძიებაზე თუ დასრულები? უფრო მეტად ბავშვები, იმიტომ რომ ჩვენც სივრცეები მოწყობილი გვაქვს უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასაკის ადამიანს აქვს ინტერესი, მშობლებს და ველოდებით ყველას დიდი მონდომებით და განსაკუთრებით ადგილობრივი მეწარმეებიც იქნებიან ჩართულები აი გარდა თქვენი პროფესიული საქმიანობებისა კიდევ სხვა რა გასართობი ღონისძიება შეიძლება ხელისუფლების მხარდაჭერით დაგეგმილი არის როგორც ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობა, ცეკვის, სიმღერის ანსამბლების მონაწილეობა, ასევე ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა იქნება წარმოუდგენელი და ეს ღონისძიება როგორც მოგახსენეთ 12 საათზე დაიწყება. დღის განმავლობაში კონცერტები, სიმღერები, მუსიკები, საკმაოდ კარგი ღონისძიება და დატვირთული იქნება. ასევე არ შეიძლება თქვა საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მონაწილეობაზეც ეს სივრცე იქნება საკმაოდ დატვირთული, იქნება ანაბეჭდების აღება, საკმაოდ სახალისო, როცა თვითონ გამოავლენენ უხილავ კვალს ბავშვები. ასევე იქნება მოწყობილი იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც მენტორობას გაუწევენ ექსპერტ კრიმინალისტები ამ ბავშვებს და გააცნობენ თუ როგორ უნდა დათვალიერდეს შემთხვევის ადგილი, იქნება დამალული სხვადასხვა მტკიცებულებები ამ იმიტირებულ ოთახში. გელოდებით. ეს ოთახია თუ ღიაცის ქვეშ ხდება ეს? ოთახია იმიტირებული ამ სივრცეში, სადაც დადგმული გვაქვს როგორც შემთხვევის ადგილი და რა გზას გადის შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის გახსნამდე, აი ამის შესახებ ინფორმაცია და გამარჯვებულს სიმბოლური გადავცემთ მის მიერ გამოვლენილ ანაბეჭდებს გადავცემთ. ასევე ქიმიური შოუ იქნება, ჩვენი ქიმიური სამმართველოს მხრიდან წარმოდგენილი, რომელიც იქნება სრულიად უსაფრთხო, ძალიან სანახაობრივი და როგორც წინა წლების გამოცდილებამ ვიჩვენა, საკმაოდ დიდი ჩართულობა აქვთ ჩვენს ახალგაზრდებს და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი როგორც ფილმებში გვინახავს, უბრალოდ ისია და თვითონ მონაწილეობენ აი ამ პროცესებში. ძალიან საინტერესო აქტივობა. სავარაუდოდ ამ გრანდიოზულ დღეს დააგვირგვინებს გრანდიოზული გალა კონცერტიც. დიახ, მაგრამ სადაც როგორც ვიცით, ადგილობრივი მომღერლების მიერ მომღერლები, მაგრამ დაგვირგვინებამდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი 17 საათი და 10 წუთი ხო როცა გამოცხადდა. როგორც ყველა ქალაქში, ასევე გორშიც ერთხმად გაჟღერდება ჩვენი ქვეყნის ჰიმნი. 17 საათსა და 10 წუთზე, როცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ჩვენც რა თქმა უნდა შევუერთდებით როგორც ქალაქი გორი, ისე ყველა რეგიონი და ყველა ადგილი. თბილისის ყველა ლოკაციაზე, სადაც დაგეგმილია ეს აქტივობები, ყველგან გაიჟღერებს 17 საათსა და 10 წუთზე ერთიანად გაჟღერდება ჩვენი ჰიმნი. აი ამ გალა კონცერტთან დაკავშირებითაც რა გითხრათ? დიახ, გალა კონცერტი გაიმართება და ძირითადად იქნება იდან წარმოდგენილები ადგილობრივი ანსამბლები, ადგილობრივი ცეკვის და სიმღერის ანსამბლები და მთელი დღის განმავლობაში დაწყებიდან დასრულებამდე იქნება სხვადასხვა აქტივობა, სიმღერები, ცეკვები. იქნებიან ასე ვთქვათ მოწვეული მომღერლები, წამყვანი. ძირითადად ადგილობრივი წარმოადგენლები იქნებიან. რამდენიმე დეტალს სურპრიზად დავტოვებთ. კი ბატონო. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესოა, მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან ბევრი მნახველი გეყოლებათ და ვიზიტორი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროგრამა მოყევით
კი. მე და გიორგიც კი მზად ვართ, უბრალოდ დროის სიმცირის გამო გეწევით სამწუხაროდ, მაგრამ ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება. მართვის მოწმობას მივიღებდი, ექსპერტ კრიმინალისტის სერტიფიკატს. ავიმაღლებდით. აი ჩვენი პროდიუსერიც ძალიან დიდი სიხარულით ამ გამოცდილებას და იმიტომ რომ ბავშვების ოცნება რომ გახდეს პოლიციელი. მაგრამ რომელიც ამ ეტაპზე ვერ აუხდა, მაგრამ შეგვიძლია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მომავალ 26 მაისს აუცილებლად ვიწვიოთ. ძალიან დიდი მადლობა. თენგის ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს.